ყველაფერი შარშან შუა სეზონში დაიწყო. ზამთარში ნაყიდმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლუის ენრიკეს გეგმას ხორცი შეასხადა პარის სენ-ჟერმენმა სრულყოფილი ფეხბურთის თამაში დაიწყო. ამ სეზონიდან კი თელმა მსოფლიომ ნელ-ნელა კვარას აღიარება დაიწყო. ტოპ დონეზე გადავიდა ხვიჩა, უკვე ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიაშია. ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი და პირველი ორი გათამაშება პარის სენ-ჟერმენმა მოიგო. ეს ყველაფერი დამთხვევა არ არის. მადრიდის რეალის შემდეგ პარის სენ-ჟერმენი იგივე გზაზე მიდის. გუნდს სადაც დასჭირდა რომელ სტადიაზეც ჩელსისთან, ლივერპულთან, ბაიერნთან და ფინალში მთავარ შეხვედრაში, როდესაც არავის არაფერი გამოსდიოდა, ისევ ხვიჩა კვარაცხელიამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა. ეს არ ყოფილა მატჩი, სადაც ლუის ენრიკეს იდეალურმა გეგმამ იდეალურად იმუშავა. ურთულესი მცირე სივრცეები და ასე შემდეგ. აქ ეს იყო მომენტი, როდესაც პატარა დეტალები, ნიუანსები და პერსონები ყველაფერს წყვეტენ. საბედნიეროდ ჩვენ და საბედნიეროდ კვარა გამოდგა ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც თავიდან ბოლომდე არსენალის იდეალური გეგმა დაშალა. სანამ გადავიდოდე დეტალურ ანალიზზე, შეგახსენებთ, რომ გათამაშება რა თქმა უნდა ჩვენთან არის, ამ ყველაფერზე ბოლოში ვისაუბრებთ, მაისურები როგორ თამაშდება, ასე შემდეგ. დაალაიქეთ უეჭველი დღევანდელი ვიდეო, მინიმუმ 2000 ლაიქს ავდივართ და რა თქმა უნდა გამოიწეროთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ არის ფსიქოლოგიური ფაქტორი, მენტალურად გაცილებით მზად იყო პარის სენ-ჟერმენი ფინალის სათამაშო და რატომ ეხა აღხსნე, გამოცდილი გუნდი როა ამ ხრივ უფრო მეტად ეს გასაგებია, ძალიან მაინტერესებდა 0-1-დან, მაგალითად PSG როგორ წაიყვანდა თამაშს, იმიტომ რომ თითქმის 2 წელია უკვე რასაც უყურებთ, ყოველთვის წინ არიან ანგარიშში. რომ ჩამორჩნენ და არ მისდიოდათ და ვინც შეიტანა გადატეხა ეს ყველაფერი ვიცით და მივალთ აქამდე, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა როგორი რეაგირება იქნებოდა არსენალს უკვე გაშვებული ბურთის შემდეგ და აი აქ გამოჩნდა რომ ფინალის თამაშის გამოცდილება სულ სხვა სამყაროა აბსოლუტურად რა. უდიდესი რესურსის მქონე არსენალი, რომელსაც სკამის მხრივ გაცილებით მეტი კომფორტი ჰქონდა ვიდრე პარიზელებს, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და ამ ყველაფერზე ხან ნელ-ნელა გადავალ დეტალ რა და როგორ იყო და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. პირველ რიგში დავიწყოთ ანუ ტაიმით, რომელიც იდეალურად დაგეგმა მიკელ არტეტამ. ყველაფერი ვიცით რომ როგორ დაბალ ბლოკს თამაშობს და რა პრესინგსაც მიმართავენ ლონდონელები და განსხვავება რა. უნდა გვახსენოთ ეხლა პირველ რიგში ბაიერნთან თამაში და ფინალი. რატომ ვერ ბრწყინავდა დაუშვათ კვარა, დემბელე, სხვები, თუნდაც არსენალის ფეხბურთელის ინდივიდუალური პერფორმანსი როგორც ამბობენ ხოლმე რა, ეს ერთი კაცი რომ ეს სკილებს რო ქმნის და ჰაილაითებს და ასე შემდეგ. არავის ქონია საერთოდ ამ შეხვედრაში და ამაზე მარტივი პასუხი არის არტეტას პრაგმატული მიდგომა. შევხედოთ ეხლა რა ხაზით და რამხელა ბლოკით ეთამაშებოდა ბაიერნი პარალელები გავავლოთ პარის სენ-ჟერმენს. სად იყო მათი ნახევარდაცვა, თავდასხმა დაცვა, სადამდე იყო ამოწეული, ძალიან მარტივად გადავდივართ უკვე შემდეგ არსენალზე. რამხელა სხვაობაა, უბრალოდ მთლიანად 2/3 ფაქტიურად რა მოედნის არის განსხვავება. წარმოუდგენელია რომ ასეთ სივრცეებში ინდივიდუალისტმა რა იმ გარემარბი ხარ და გაქვს უნარები რომ აი შევარდე და 2-3 კაცს აუვარ და ასე შემდეგ და საოცარი საგოლე პასები გააკეთო, იქ იამალი რო აკეთებს და კვარას ახასიათებს და ვერ იზამ რა. ესეთ ფეხბურთში წვეთს აი 2 სანტიმეტრში პატარა სივრცეში რომ რაღაცას გააძვრენ და ელემენტარულს რომ მოიპოვებ. ეგ არის ესეთ თულ თამაშებში გარდამტეხი რა. ფინალი ძალიან ხშირად არის ხოლმე უსახური გამოდის და გაცილებით სანახაობრივია ნახევარფინალი, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ეგ არის დაძაბულობიდან და ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი გასაკვირი არ ყოფილა რომ ასეთი თამაში ვიხილეთ და არავის არ უბრწყინია რაღაც ინდივიდუალურად. გადავიდეთ ახლა პრესინგზე და ისევ უნდა გავავლოთ პარალელი ბაიერნთან. როგორ თამაშობს არსენალი პრესინგს და რამდენ ფეხბურთელს იყენებს და ანუ ცველები როგორ ადიან და სადამდე ადიან. ხედავთ აი აქ მაგალითად უპამეკანოს მაგალითი ბაიერნი ბოლო კაცი ანუ ცენტრალური მცველი 2-დან 1-1 რა სივრცეს იღებს და სად ადის ანუ გამთამაშებლის ადგილას ადის ფორვარდამდე აპრესინგებს უკან რისკავს ზონას ტოვებს. წარმოუდგენელია ასეთი რამ ვნახოთ არსენალის შესრულებით ხედავთ როგორ სტაბილურად დგანან მათი მცველები უკან იქ მანევრი აქვს დემბელესაც შემდეგ სხვები ჩადიან უკან პოზიციებს იცვლიან ბურთს იღებენ თავისუფალ სივრცეს ეძებენ მაგრამ არანც და არანც არც ერთი მცველი არსენალის არ ტყუდება და არ მიხვდება. ხო გახსოვთ ანუ იქ იგივე კვარაცხელიას საგოლე გადაცემა ალიანს არენაზე რაც შეასრულა და როგორც ამოიტყუა მცველები და რაც უკნა რა. ეგეთ რამეს არსენალთან ვერ იზამ. იმიტომ რომ კაცრი მითება აქვს მიცემული არტეტას რომ თქვენი ზონა არ დატოვოთ. 4-ვე ყველა ვარიანტში 90%-ში შემთხვევების რჩებიან საკუთარ ნახევარზე ცენტრთან ოდნავ უკან. ანუ ეგეთ ზონებს არ გიტოვებენ რა და ძალიან ძნელი არის
ის მანევრი და ის ლამაზი კომბინაციები, რაც ვნახეთ ჩვენ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ბაიერნი პარი სენ-ჟერმენი იგივე ლივერპულთანაც, მსგავსი რამ არსენალთან ვნახოთ. და წინა ვიდეოებშიც გქონდა ნახსენები, თუ ვინც ნახეთ, მარტივად მივხვდებით, რასაც საუბრობ, ორად ყოფს მიკელ არტეტა თავისი გუნდის თამაშს, ასე ვთქვათ, პრესინგის მომენტში რა და ეხლა რას გულისხმობ? 4-5 ფეხბურთელი რჩება საკუთარ ნახევარზე და მეორე ნახევარი პრესავს მეტოქეს და ცენტრში ოდნავ სიხალვათეა რა, სივრცე არის, ერთი ან ორი კაცი საყრდენი ზონიდან. ამას, რისკავს რა, იმიტომ რომ აი პრესინგის დროს მაგალითად რა ხდება? შენ თუ აგრესიულ გეგენპრესინგს თამაშობ, რაც ახასიათებს კომპანიის ფლიქს და ამ შემდეგ, თუ დაძლიეს ეს შენი პრესინგი, შემდეგ ამოდიან და მარტივად გიქმნიან საგოლე მომენტს. და არსენალი, ამას არ აკეთებს რა. კი, შენ შეიძლება ჩემი პრესინგი დაძლიო, პირველი ზონა გაიარო, შემდეგ ცენტრშიც უპირატესობა გექნება ამოხვალ, მაგრამ უკვე მეორე ზონა ხდება რა. კარი არის მათთვის თავარი. კარს იცავენ ყველა ვარიანტში. და ეს ორი ზონის გადალახვა და სწრაფი იერიშის მიტანა მათ კართან წარმოუდგენელ სირთულეს წარმოადგენს და ეს იყო მთელი სეზონის განმავლობაში და ახლაც ასე ვიხილეთ. 4 მაქსიმუმ 5 კაცი, ძირთადად 4 ადიოდა პრესინგზე და დანარჩენი გუნდით შებოდა უკან და ცენტრში იყო სიცარიელი ოდნავ. ეს რა თქმა უნდა ვერ გამოიყენა პარი სენ-ჟერმენმა და ვერც გამოიყენებდა, იმიტომ რომ იდეალურად დაუგეგმა თამაში მიკელ არტეტამ პირველ ტაიმში პარი სენ-ჟერმენს. მაგრამ როგორც იტყვიან, მეორე ტაიმს წვრთნელი იგებსო და პატარა დეტალები, რომლებსაც ინდივიდუალისტები ქმნიან მოედანზე, ასეთი დონის შეხვედრებში. ორი ტაიმის საქმე შეგახსენებთ, უჭველი დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, 2000 ლაიქზე ავდივართ, რომ გათამაშება ჩაითოს და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. პირველ ტაიმზე გავაგრძელოთ საუბარი, ხვიჩა კვარაცხელია გაანეიტრალეს პირველ ნახევარში და როგორ გააკეთა ეს არსენალმა. მიუხედავად იმისა, რომ არსენალმა წააგო ფინალი, ასე შემდეგ და უკვე მეორე ნახევარში შეხვედრის პრობლემები ჰქონდა, შეცდომები დაუშვეს. დადებითი რაც იყო და რაც გააკეთეს, დაახლოებით ტაიმ ნახევარი უფრო ერთი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს, ეს არ უნდა დაუკარგოთ და რა და როგორ გაკეთდა რა. ეს დაზღვევა და ეს გალიის ამბავი, რაც ინტერიდან ისესხა და გამოიყენა, უფრო იტალიური არის ეს ვიდრე ინგლისური. არტეტა ძალიან პრაგმატი არის ამ ამბავში და ხედავთ აქ კვარა, როდესაც ბურთს მიიღებდა, გარკვეულწილად ეს პარი სენ-ჟერმენის შეცდომების ბრალიც იყო, ამასაც ვახსენებ. ეგრევე იქ მოსკერა ხომეურეობდა. საკა ჩადიოდა უკან დასასრულად. ყოველ ჯერზე. თუ ბუკაიო საკას საშინელი თამაში ქონდა შეტევაში და ისეთი საკვანძო მომენტებში ვერ მიიღო სხარტი გადაწყვეტილებები და კრეატივი დააკლდა, არ უნდა დაუკარგოთ ის შრომა, რასაც აკეთებდა დაცვაში და ეხმარებოდა მცველებს. რაც უდ ფორმაში არ უნდა იყოს საკა, ეს აქვს რა, ცოტა გარემარბი არის თანამედროვე ფეხბურთში, ხვიჩას გარდა, ვისაც უკან ჩასვლის და ეს ნიჭი აქვს, რომ განაპირა მცველს მიეხმაროს და ყოველ ჯერზე საკა ჩნდებოდა ხვიჩასთან ახლოს. იქ მე რაისი გადმოდიოდა, სალიბაც იყო და იყო რა ეს 4 კაცი დაახლოებით ის მომენტი, ეს კადრიც მინდა განახოთ, თავის საყვარელ მანევრს აკეთებდა ხვიჩა და რო შეიგდო და წელს რამდენი გოლი გაიტანა ლიგაზე აქედან მარჯვენათი გვახსოვს და ნახევარი არსენალი გადაიღობა წინ, იქ როგორ უცებ გადაუკეტეს ეს სივრცე და მე იძულებული გახდა უფრო ცენტრისკენ წასულიყო და პასი გაეკეთებინა. ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდა არტეტას, ყველა მომენტი შესწავლილი იყო, ვინ სად როდის და რას გააკეთებდა რა. მაგრამ პრობლემა რაში მდგომარეობდა? მეტწილად პირველ ტაიმში პარი სენ-ჟერმენი აქცენტს აკეთებდა, ცენტრიდან რომ მიდიოდა შეტევა, იქ ვიტინიას გავლით 80% შემთხვევებში მიმართულება იყო მარჯვნივ. ჰაკიმი დუეს სივრცე იტვირთებოდა, იქ დემბელეც გადადიოდა ხოლმე მარჯვენა ფლანგზე და სრული, ასე ვთქვათ, ის იყო რა, სიმრავლე რიცხობრივად და ხვიჩა რჩებოდა მარცხნივ მარტო და იყო ეს მომენტები გამეორდა რა, ეს ხელები გაშლილად გაზდა ითხოვს ბურთს. იყო ეს წინა შეხვედრებში და ამჯერადაც რამდენიმე ეპიზოდში აშკარად მოითხოვდა სიტუაცია, რომ სწრაფად როცვლი ფლანგს, ფლანგების ცვლა სწრაფად ეს განსაკუთრებით ჭირდება, საქართველოს ესპანეთზე სამწუხაროდ ხშირად გვაქვს ეგ დანახი, როცა უკან გახართ მთელი გუნდით. ეგ ერთ-ერთი გამოსავალია რა, როცა ფლანგებს ეს უთამაშებ უკან ჩაბეტონებულ გუნდს, იქ რაღაცა სივრცე გამოჩნდება ხოლმე რა, ეგეთ დროს. და ამას ხშირად არ მიმართავდა პარი სენ-ჟერმენი და ვიხილეთ კადრები, სადაც ხვიჩა მარტო იდგა ხელები გაშლილი და მარჯვნივ ატენიდნენ ამბობს და ვერაფერი ვერ შექმნეს. იქეთა მხრიდან ეს გარკვეულწილად, არ ვიცი ხა, თული სათქმელი აქედან ესე დაუსტრებლად. აშკარა შეცდომა იყო თუ პირიქით ენრიკემ ჯერ ეს გათვლა გააკეთა, რომ ის ფლანგი დატვირთა და იქედან ასე ვთქვათ, მიანიშნა მეტოქეს, რომ ეს მაქვს გეგმაში რა და ხვიჩადან ნაკლებად იყო ეს ხვიჩაზე აქცენტი. თუმცა რადიკალურად შეიცვალა მოვლენები მეორე ტაიმში და
ლოგიკური იყო ლუის ენრიკეს დონის თქმელი, ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა. ტაიმი დასრულდა გარდამტეხი მომენტით, ანუ მეორე ტაიმში საერთოდ შეიცვალა სცენარი, ეგ ვახსენეთ უკვე და ეს იყო ალბათ კი არა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო პენალტის ეპიზოდს ვარ ჩავთვლით, ჰავერცის გაცვლებული ეპიზოდი, სადაც მარკინიოსმა გამოასწორა თავის შეცდომა პირველი გოლის დროს, ანუ შემთხვევითობაც იყო და მარკინიოსის შეცდომაც 50-50-ზე იქ მოარტყა ბურთი მოგერიების დროს მეტოქეს და ასე შემდეგ. ამ ეპიზოდში საოცრად გაითამაშა. ანუ ერთადერთი მომენტი, რომელიც არსენალმა მთლიან 120 წუთის განმავლობაში შექმნა თავისით, ანუ რაც ამ გუნდს შეუძლია, კრეატიული ფეხბურთელები ბლომად ყავდი, გოდეგორი, ეზე, რაისი, შეუძლია რა ამ გუნდს ლამაზად თამაში. ერთადერთი ეპიზოდი იყო ეს. აი გოლ XG-საც ეძახიან რა, რომ გაითამაშეს ბურთი ძალიან სტრუმანევრები და ზურსუკიდან ჩარბენა და მთელი დაცვა გაითიშა. საერთოდ ვერ წაუკითხეს და ოდეგორის ბრწყინვალე პასი ჰავერცმა შეირბინა და აქ რო არ დაიფარებინა, ანუ მარკინიოსმა ალბათ ფინალებს რო ახასიათებს და ჭირდება ისეთი ვარდნა განახორციელა, თორე გარდაუვალი იყო ალბათ გოლი და 2-0-დან ამ არსენალს არ ვიცი რა, ძალიან ძნელია რომ გაუკაჩო. წარმოუდგენელი იქნებოდა პრაქტიკულად ვერ თამაშის შემოbrunება. დაიწყო მეორე ტაიმი და რაზეც ვისაუბრეთ, ლუის ენრიკემ შეცვალა აქცენტები, ფლანგი გახდა პრიორიტეტული პარიზელებისთვის მარცხენა. ეს ლოგიკური იყო, იმიტომ რომ მოსკერა იდგა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, რომელიც არის ამპლუით ცენტრალური მცველი და ანუ არ არის მოსკერა ის ტიპაჟია იოშკო გვარდიოლი, ჟულ კუნდე და რაღაც რო აიღებ ცენტრალურ მცველს და მოდი ფლანგზე დადექი და მთელი წელი რო დგას. ეგ კატეგორია მოსკერა არ არის. ვალენსიადან გვახსოვს, მამარდას გუნდელი იყო, ცენტრალური მცველია რა და ვერ ვიტყვით რომ მაგალაეშის და სალიბას დონის არის. ეს უნდა აეთვისებინა ყველა ვარიანტში. პარი სენ-ჟერმენს მენდეში და კვარა რო ყავს იქეთ და აქედან დანაკლისი აქვს შემეტოქეს, ანუ 2-2 არის 4. თელი მეორე ნახევრის სტარტი, ანუ 62 წუთამდე სანამ პენალტი დაინიშნებოდა, ანუ პარი სენ-ჟერმენი ბომბავდა იქეთა ფრთას არსენალის. კონტრპრესინგი, ისე პრესინგი, ანუ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ მეტოქეს და აშკარა აქცენტი ხდებოდა კვარას ფლანგიდან და კვარამაც თავისი რაც ახასიათებს მთელი არსენალი გაშალა და შემოგთავაზა. და მთავარი ეპიზოდი მივადექით პენალტის მომენტს. რა მოხდა ამ ეპიზოდში, აი აქ ფოტოს ხედავთ. დუე, კვარა და დემბელე სამივე შემტევი გუნდის არის ამ სივრცეში, რაზეც წეღან ვისაუბრე. მათ შემდეგაც მქონდა ამაზე აქცენტი Facebook-ზე თუ მადევნეთ თვალს, იქაც დავწერე, რომ ყველა ვარიანტში აქედან უნდა მიეტანა იერიში პარი სენ-ჟერმენს. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა, 3-დან 3-ვე შემტევი რომ ერთ სივრცეში დგას იქ, ეს ყველაფერი იყო გამიზრდულად გაკეთებული. და ანუ ხვიჩამ, ანუ ფეხბურთი არის, როგორც კრუიფი ამბობს, რომ მარტივი თამაშია, მაგრამ ითამაშო მარტივად არის ურთულესი და ესეთი პატარა დეტალებისგან შედგება რა და მსგავს ურთულეს ჩახლართულ შეხვედრებში ინდივიდუალისტი ესეთ დონის ფეხბურთის ტოპ მოთამაშე ქმნის საჩემპიონო მომენტს. არაფერი არ გამოსდიოდა. გუნდს დემბელე, ვიტინია, ყველა ჰაკიმი, მენდეში არ ხდებოდა არაფერი. არსენალი ციხესიმაგრე იყო გაუვალი. და აი ამ ეპიზოდში სამეულმა გაითამაშა, დუემ გადააწოდა კვარაცხელიას, კვარამ დააყენა კორპუსი, დემბელემ ყველაფერს მიხვდა, ჩაურბინა, გაყვა რაისი დემბელეს, პერსონალურად მეურებოდა მაგიტოშეც და რაისი და ზონა დატოვა და ნუ ხვიჩამ აქ კედელი გაუთამაშა და რო დაჯაბნიდა ეხლა მოსკერას და ყველა მცველს რო ჯაბნის არსენალის უკვე 2 წელია და ზოგადად ვინაჩერებს მას თანამედროვე ფეხბურთში განაპირობებული ცვლილებიდან ეგეთი მე არ მეგულება არავინ. და შეიქმნა ეს საჩემპიონო მომენტი. აშკარა პენალტი იყო აქ, ნუ გაძევებაზეც იყო კითხვები, მაგრამ ანუ წითელი და პენალტი ზოგადად პენალტის ეპიზოდში თანამედროვე ფეხბურთში რაღაც ბოლო 7-8 წელია ან აღარ აგდებენ ხოლმე რა თუ თოფი არის სრულიულად დანა არ დაარტყი პენალტი და წითელი ძალიან დიდი იშვიათობაა. და ნუ ფინალში მით უმეტეს რა არ გამკვირვებია რომ არ გააძევეს მოსკერა. და ეგრევე მოხსნა, სხვათა შორის ეგრევე გაიყვანა არტეტამ ამ ეპიზოდიდან. ეს იყო გარდამტეხი მომენტი და ძალიან მაინტერესებდა ამის შემდეგ რა მოხდებოდა რა. როგორც უჭირდა პარი სენ-ჟერმენს ჩელსისთან, ბაიერნთან ფინალში და აქაც ითამაშა ხვიჩამ გადამწყვეტი როლი. ეს თუ აი საოქროს ბურთე პერფორმანსი და ეს არ არის სეზონი, მაშინ სხვა აბა რა არის. რა მეტი რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა გვეთანხმება ჩვენ ალესანდრო დელ პიეროს, რომელმაც იდეალურად შეაფასა ფინალის შემდეგ თლიანად კვარას სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე. წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ იყოს, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს მოიგებდა. ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მისნაირი არავინ ყოფილა.
მისი გოლები და საგოლე პასები გადამწყვეტი იყო. ეს მის საგანი დელპიეროს არაფერი ესწავლება ჩვენგან ამ კაცს იდეალურად შეაფასა მოკლედ ყველაფერი და მართლაც მსოფლიო ჩემპიონატი რომ არა, არ ვიცი, ვინ არის თქვენ ვინ გეგულებათ თეორიაში, მოდი გამოვაკლოთ მსოფლიო ჩემპიონატი და ვის აქვს სამეული დაწერეთ თქვენი აზრით ოქროს ბურთის ვისგან შეადგენდით რომ არა მუნდიალი. ნუ გასაგებია მსოფლიო და იქ იმდენი ვარსკვლავი თამაშობს თავიანთ ძლიერ ნაკრებებთან ერთად რომ სავარაუდოდ მაინც იქეთ წავა ოქროს ბურთი ვინც გახდება მსოფლიო ჩემპიონი. ველი თქვენ კომენტარებს ამაზეც გავმართოთ დისკუსია. ხვიჩა სოლორეიდიც ვახსენოთ აუცილებლად საოცარი მომენტი იქამდე სანამ ამ ყველაფერს ვიხილავდით საკა ვახსენე დასაწყისში რომ შეტევაში თუ დაცვაში კარგი იყო წინ მაგრა თუ ჭირდა და როგორ დაკარგა ბურთი არსენალ და ეს ყველაფერი როგორ დაიწყო აქ ჩანს დეკლან რაის ნუ ფენომენალური მატჩი ჰქონდა და აქაც მან დაიბრუნა ბურთი არსენალიდან ცალსახად რაისი არის MVP რო იტყვია რა წარმოუდგენელი დონის ნახევარმცველი არის ეს უნდა აღნიშნო ესეთი მაგარი ტრანსფერი არსენალს არ გაუკეთებია მე მგონი არასდროს ალბათ და აქაც დაიბრუნა რაისმა ბურთი და ჩავარდას ვერ ვიტყვი მთლად ესეთ ქაოსურ თამაში დასვრის ხაზს მაგრამ სივცე მაგარი სივცე გაიპარათ მარცხენა ფლანგზე და ხავერცი ძალიან კარგ შერბენს აკეთებს და აქ ვერ დაინახა თუ არ დაინახა ორივე შემთხვევაში საკას მინუსი არის რა საით მიქონდა ბურთი და აქეთ არ წამოიღო არ ვიცი ხედავთ იქ რა ხდებოდა ძალიან სახიფათო მომენტი მოკლედ გაუშვა ხელიდან არსენალმა საკას დამსახურებით და შემდეგ ბურთი მოიგერია პარი სენ-ჟერმენმა და ეს ხვიჩას საოცარი სოლორეიდი ვიხილეთ როგორ მოატყუა თავით სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალურცველი სალიბა და ნუ იქ სკელიმ დაუფარა შემდეგ და ბურთი მოხვდა ძელს ეს როგორი ეპიზოდი იყო და წეღა როგორც ვახსენე ოქროს ბურთი და სოფლიო ჩემპიონატი რო არა თქონ ეს რო გაეტანა და დაემთავრებინა თამაში ნუ არ ვიცი რა დიდი შანსი იქნებოდა უკვე სოფლიოს ჩემპიონისთვისაც გაეკაჩან. იმდენად დომინანტური ერთი კაცის შოუ გამოდიოდა, რომ პენალტი თავიდან ბოლომდე მან მოინადირა და შექმნა, გუნდი გადაარჩინა და მე ესეთი სოლო გოლი რო გადის ლიგის ფინალებში, ძალიან დიდი იშვიათობა, სოლო გოლები სად და სოფლიოს ფინალში, ლიგის ფინალში ძალიან დიდი იშვიათობაა რა. ძალიან დასანანი იყო ეს მომენტი, რომ ამის შემდეგ უკვე ტრავმა გაუმიზეს და ხვიჩას რუქეხზე დაზიანება ჰქონდა, როგორც თავად აღნიშნა, დაეცა მან მატჩამდე და ის დაზიანება მიიღო და ნუ კითხვები იყო რატო შეცვალა ენრიკემ კვარაო და ნუ ამანაც ითამაშა იქონია გავლენა რა ბევრს ურტყამდნენ ფეხში დაზიანებაც ჰქონდა ნუ შემდეგ სისხლის მოსდიოდა და შეცვალა მე დაემატა დემბელეს ტრავმა ანუ 90 წუთი დასრულდა და პარი სენ-ჟერმენი თავისი ორი უდავო ლიდერის გარეშე იყო მთელი ნახევარი საათი შემდეგ ვიტინიასაც გაუმიზეს და კონთის ტრავმა ვიტინიაც გაიყვანა ბერალდო იდგა ცენტრში ვიტინიას ასლად მარკინიოსის დაინტრა ზაბარნი შევიდა ერთი კითხვა მაქვს, ანუ ვიდეოს სტარტზე ვახსენე რა, რომ ეს ამხელა რესურსი ორი გუნდი ჰყავს მიკელ არტეტას. თად ამხელა სად არის არასდროს ყოლი არსენალს და რამხელა გადაადგილებების იძულებით მოუწია ლუის ენრიკეს, ხო? თითქმის ექსპერიმენტალური შემადგენლობა იყო ბოლოსკენ ძირითადში უკვე. და არსენალმა ესზე შეიყვანა დასვენებული და გიოკერეში და საოცარი ცვლილებები იყო და სუბიმენდი შევიდა როდის, რადონის საყდენი არის უბრალოდ, ხო? ვერაფერი შემოგვთავაზა არსენალმა თითქოს აი შეშინებულები იყვნენ და პენალტებზე იყო აქცენტი გაკეთებული და ზუსტად რა მატჩის მსვლელობის დროს ანუ დამთავრდა 90 წუთი მეგობრებსაც მივწერე და საუბრობდით რომ არსენალს თუ უნდა რომ თასი აიღო მათ შანსი იყო დამატებით დროში მოგება და პენალტები აშკარად აწყობდა პარი სენ-ჟერმენს ანუ მარტივია რა ჯერ იმიტომ რომ ამ სეზონში ორი მატჩი მოიგეს თასი პენალტების სერიით არსენალმა პარი სენ-ჟერმენმა და ზოგადად ისტორიულად არ არის ძლიერი მხარე პენალტების სერია თვითონ არსენალისთვის და ასეთ სიტუაციაში როდესაც გუნდმა თამაში შემოატრიალა პლუს ტრამვირებულები ხავს და აი უფრო დაჭრილი ტიპია რა ორ შორის ვინც იბრძვის ნაღრძობი მხრით რო იყო რა ეგეთი იყო პარი სენ-ჟერმენი და პენალტემდე რომ მიხვალ უკვე ფსიქოლოგიურად ცოტა უფრო წიხარ შენ რა ვიდრე მეორე გუნდი ცოტა გასაკვირი იყო რომ 6 ცვლილება გააკეთა ნახევარი გუნდი შეცვალა და საერთოდ ვერ დავინახეთ ეს დომინირების სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, ვერავინ დამარწმუნებს ეხა მე რომ ბერალდოს და ბარკოლას და გონსალო რამოს შეუძლიათ ამ არსენალთან აი ესე დომინანტურად ეს ბურთი თავს დაახიონ და ცალკარა ეთამაშონ. ანუ არ ხდება ესე რა. აქ თამაშობს თავარ როლს ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, მიდგომა, რომელიც მოდის ლუის ენრიკედან. წარმოუდგენელი დონის წვრთნელი არის და ეს გოუთების სია როცა არის ხოლმე ანჩელოტი, გვარდიოლა და სხვები რო არიან ლუის ენრიკე ძალიან წინ არის მანდარი. ისედაც მანდი იყო, ეხლა კიდევ უფრო მანდარი და საკმაოდ ისეთი შუა ასაკი აქვს, ახალგაზრდად შეგვიძლია ვთქვა, წვრთნელისთვის კიდევ დიდი დრო აქვს და სადამდე მივა და ჭერი სად არის ამ კაცის, მე არ ვიცი და
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი სწორედ მისი მოთხოვნა იყო და სულ მცირე 1-2 სეზონი კიდე ალბათ ერთად იქნებიან. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? რამდენად დიდხანს უნდა გაგრძელდეს კვარას კარიერა კიდევ პარის სენ-ჟერმენში და დაუშვათ შეიძლება წვრთნელი უფრო ადრე წავიდეს ვიდრე ფეხბურთელი, ხო? აი ეგ მაგ მომენტს თუ ეთანხმებით, არის საუბრები, რომ 1 ან 2 წლის შემდეგ შეიძლება ენრიკემ აღარ ისურვოს გაგრძელება მუშაობის პარიზულ კლუბში და იდეაში ვერც გაამტყუნა ეს თუ მოხდა, იმიტომ რომ ისტორია გადაწერა ამ კაცმა რა და რა შემდეგ რა არის ზედიზეს ამ ლიგაზე წავლენ ალბათ რეალმა რაც გააკეთა, ეგ რეკორდი დარჩა ერთი მოსახსნელი. თან გავითვალისწინოთ, რომ ახალი ფორმატია ლიგის ფაზა და აი ეს სიტუაცია პირველი 8 გუნდი რომ პრივილეგიით სარგებლობს ფინალამდე და ასე შემდეგ, ხო? არსენალს ესეთი მარტივი ბადე რატო ქონდა? რატომ მივიდნენ ასე მარტივად ფინალამდე, ხო? ბევრი ამბობს, რომ გაუმართლად და სპორტინგებით კი გავიდოდა ფინალში. აი სპორტინგებამდე რა მოხდა? ლიგის ფაზაზე ჩაატარეს 8 შეხვედრა და ყველას ქონდა რთული ბადე რა. ესე ადვილი გასეირნება არ ქონია თითქმის არავის. პირველ ადგილზე გავიდა, ხო? მაგიტომ მივიდნენ ესე ფინალამდე მარტივად და ყველა განმეორებით თამაში ქონდა სახლში. ამიტომ აქვს მნიშვნელობა ლიგის ფაზას, რას იზამ და როგორ იზამ. თუმცა პარის სენ-ჟერმენმა აგერ 23 ადგილი დაიკავა შარშან და წელსაც ათეულს მიღმა იყო და ძალიან რთული გზა გაიარა ორივე სეზონში და მოიგო ლიგა. მოკლედ ორივეს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გარდამტეხი მაინც არის ლუის ენრიკეს ნაირი მწვრთნელის ყოლა და მის მსგავს მწვრთნელს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ნაირი ლიდერი ყავს შემადგენლობაში უკვე იქ წარმოუდგენლად რთული ხდება მათი დამარცხება. და ლონდონის არსენალი ისტორიაში ერთ-ერთი გუნდი გახდა, არ ვიცი კიდე მეორე ვინ შეიძლება გახდეს ამ ამბავში, რომელმაც მთელი ტურნირი ისე გაიარა, რომ თამაში არ წაუგია, ფინალის არ წააგო და თასი წააგო საბოლოოდ რა. ეს ხდება ფეხბურთი ასეთია. თქვენი შეფასება ეხა არის საინტერესო მოსასმენი, ამ ყველაფერზე რაზეც ვისაუბრე, ზოგადად როგორ გესახებათ უკვე პარის სენ-ჟერმენის შემდგომი სეზონები განვითარება, რა უნდა გააკეთოს არსენალმა, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და ამ დონეზე დარჩეს. მაინც ისტორიული სეზონი ჰქონდათ ყველა ვარიანტში, პრემიერ ლიგა მოიგეს 2004 წლის შემდეგ პირველად, ლიგაზეც ფინალშიც გავიდნენ. ნუ ენრიკემ და პესაჟემ რაც გააკეთა, ეს ყველაფერი ვიცით და მოკლედ ხვიჩაზე მაინტერესებს როგორ ხედავთ ხვიჩას კარიერის განვითარებას, შემდეგ წლებში რა უნდა ქნას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას. მოკლედ თქვენს გამოხმაურებებს ველოდები, აუცილებლად ველოდები რომ დაალაიქებთ დღევანდელ ვიდეოს, გამოიწევთ კრისტალ სპორტის YouTube არხს 2000 ლაიქზე. როგორც კი ავა ჩვენი ვიდეო, გათამაშება იმ წამსვე ჩაირთვება. წესები არის მარტივი, როცა ეს მოხდება, თქვენ დაფიქსირდებით კომენტარებში და ნებისმიერ კომენტარს 20 საინტერესო კომენტარს ავარჩევ და 20 თქვენგანი მოიგებს თქვენთვის სასურველ მაისურს. კლუბი, ნაკრები რეტრო სულ ერთიან ნებისმიერ მათგანს და ასევე გეტყვით, რომ ბევრი თქვენგანი ელოდა PlayStation-ი გავათამაშეთ, როგორც დაკვირდით წინა ვიდეოებში, ხედავთ გამარჯვებულსაც ყველაფერი. ძალიან ისეთი დაძაბული ბრძოლა იყო, ჩემპიონთა ლიგის არ იყო 3 გათამაშებაშიც და მოკლედ აქაც მცირე დეტალებმა და წამებმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. სრულწლიანი ძალიან მალე დაბრუნდება. სოფლიო ჩემპიონატი მოდის, მაგრამ იქამდე სანაკრებო პაუზა არის, ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ გუნდები და საქართველოს ნაკრებს ჩვენი სადარდებელი გვაქვს. მუნდიალზე არ არის საქართველოს ნაკრები, მაგრამ სექტემბერში ერთა ლიგა და უკვე ევროპა ჩემპიონატი გველოდება მერე. შევხვდებით რუმინეთს და ბაჰრეინს და ორივე მატჩის ანალიზი ერთიანად დაიდება უკვე შაბათს, როგორც კი მეორე მატჩი დასრულდება, მეორე დღესვე შემოგთავაზებთ, როგორც გვჩვევია ხოლმე, ისეთ დეტალურ, მიუკერძოებელ, საინტერესო ანალიზს. აბა დიდი მადლობა და დროებით.